ჩვენ ვაკურთხეთ წანდილი, კოლიო ვაკურთხეთ და ჩვენ ამაზე ვისაუბრია, მაგრამ კიდევ 2-3 შევეხოთ რას უკავშირდება ეს რიგი. მე-4 საუკუნეში ერთ-ერთმა იმპერატორმა იულიანე განდგომილმა გადაწყვიტა, რომ როდესაც იწყებოდა სააღდგომო მარხვა, დიდი მარხვა იწყებოდა, გადაწყვიტა, რომ ქრისტიანებისთვის ხელი შეეშალა ამ მარხვაში და თუნდაც უნებლიეთ, მაგრამ მაინც დაერღვევინებინა ეს მარხვა და ასეთი რამ მოიფიქრა. რომ უბრძანა თავის ქვეშევრდომებს, რომ ნაკერპავის, ანუ კერპისათვის შეწირული ცხოველის სისხლით ესე იგი დაენამათ ბაზარში ყველანაირი სანოვაგეს. სანოვაგერო ქრისტიანები ამას იყიდნენ და შეჭამდნენ, მათთვის იქნებოდა ეს მარხვის გატეხვა და ხა ერთი მარცვალი საკმეველიც კი რომ დაეგდო ქრისტიანს კერპის წინაშე, ეგეც უკვე ქრისტეს ღალატი იყო და ამისთვის თავსაც წირავდნენ. არაერთი შემთხვევა მოხდა, არაერთი კი არა, ათასობით შემთხვევა მოხდა. ამას რა თქმა უნდა ნებით არ გააკეთებდნენ, მაგრამ უნებლიეთ ფიქრობდა, რომ იულიანე განდგომელი ფიქრობდა, რომ ასე გაეკეთებინა. და ის სწორედ ვისი პარაკლისიც აღვასრულეთ, ახლა წმინდა დიდმოწამე თეოდორე გამოეცხადა მღვდელმთავარს და უთხრა, ეს ჩანაფიქრი აუწყა, ახლა ადამიანი საიდან გაიგებს, თუ ღმერთმა არ გამოუცხადა. და ღმერთმა ინება, რომ სწორედ დაახლოებით 50 წლით ადრე გარდაცვლილი მოწამეობრივად ისიც გარდაცვლილი წმინდა თეოდორე ტირონი გამოცხადებოდა ამ მღვდელმთავარს და ეს მზაკრული ჩანაფიქრი ეუწყებინა. სწორედ მან აუწყა მღვდელმთავარს, რომელმაც გამოუცხადა უკვე თავის სამწყსოს, რომ ამ კვირაშიო მხოლოდ ხორბალი მიეღოთ, არანაირი სხვა საკვები, მხოლოდ ხორბალი თავთან ერთად მოხარშული და ეს იქნება მათთვის საზრდელი და აი ამის აღსანიშნავად ამ მოვლენისა, რომ ღმერთი როგორ ზრუნავს თავის მორწმუნე ადამიანს, უნდა რომ მთელი გულით ემსახუროს. აი როგორ ზრუნავს, თუნდაც უნებლიე დაცემისაგან ესე გამოიხსნა. ერთი ადამიანის ჩანაფიქრი მზაკრული, მაგრამ მეორეა ღმერთი თუ არ დაუშვებს ამას ადამიანზე, ეს არ მოხდება.